ხდება თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება სავალდებულო. მოკლედ მოგიყვებით, რეალურად რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის სასამართლომ 25 ნოემბერს. საქმე ეხება პოლონეთის მოქალაქე ერთნაირსქესიან წყვილს, რომლებმაც 2018 წელს გერმანიაში იქორწინეს. მათ პოლონეთში დაბრუნების შემდეგ ქორწინების აღიარება მოითხოვეს, რაზეც ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე უარი მიიღეს. წყვილმა პასუხი სასამართლოში გაასაჩივრა. პოლონეთის სასამართლომ კი გადაწყვეტილების შესაფასებლად ევროკავშირის სასამართლოს მიმართა. ევროკავშირის სასამართლომ დაასკვნა, რომ გერმანიაში ლეგალურად დაქორწინებული წყვილის სამოქალაქო კავშირის პოლონეთში არაღიარება ევროკავშირის მართლმსაჯულებას ეწინააღმდეგება. სასამართლო ოფიციალურ დოკუმენტში მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ სხვა ქვეყანაში დაქორწინებულ წყვილებს, აღიარონ მათი სამოქალაქო ქორწინება და არ დაუშვან დისკრიმინაცია. პარალელურად სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ ავალდებულებს ეროვნული კანონმდებლობის შეცვლას და ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კანონიერ აღიარებას. წევრ სახელმწიფოებს აქვთ დისკრეციის უფლება აირჩიონ ასეთი ქორწინების აღიარების პროცედურები და უცხოური ქორწინების მოწმობის აღიარება, რეგისტრირება მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო პროცედურაა. კითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.